ფიქრობდი, რამდენჯერ დავხმარები ვარ სხვებივით ემიგრანტებს ქუჩაში, პარკში. ალბანელი ახალგაზრდა ბიჭი გამახსენდა და მისი მადლიანი თვალები. როგორც შემეძლო. იქაც გადიოდა დრო. მე ჩემიც მჭირდა, თუმცა სხვაზე უკეთესად თუ ვიყავი, იმ სხვას გვერდს ვერ ვუვლიდი, მაგრამ ბევრნი იყვნენ. ადამიანის საკუთარი და ციხლები და მათი უბედური ცხოვრების ყურებასაც ეჩვევი. ასეა, ეჩვევი. მიწაზე დაძინებული, მოკუნტული, მათი გაჩხიკინებული სხეულები დღე-ღამესთან ნელა-ნელა ჩვეულებრივად შერწყმული ხდება და ხვდები, ასეთი ცხოვრება უკვე მათი გამხდარა. და ერთხელაც ჯიბეში აღარ მოცებნი ჩენტეზებს მათ დასახმარებლად. ცხოვრება შენში იწვევს ცვლილებებს და ამასაც ეჩვევი. საკუთარ თავში გინდა გაარკვიო, გულცივი გახდი თუ დაღლილი ხარ. შემოტრიალდები, რომ ზურგიდან მოპარულ ცხოვრებას თვალებში ჩახედო და ჩახედავ. იქვე შეეცდები ნანახის დავიწყებას. ნეაპოლიტანელი ქალბატონი ნაგვიდან აღებულ მატრასზე წამოწოლილ შავკანიან კაცს ზემოდან დაყურებდა და გვერდით წოლიარა ძაღლზე საყვედურობდა. საჭმელი შენთვის არ გაქვს და ამ ძაღლს რატომ აშიმშილებო? ნაბიჯი შევანელე. მე ამ ადამიანს და მის ოთხფეხა მეგობარს თითქმის ყოველდღე ვხედავდი. ეს იყო ორი ერთმანეთში შესისხორცებული არსება, ერთი ცხოვრების თანაზიარნი, რომლებიც ერთმანეთს აძლებინებდნენ და ატანინებდნენ მძიმე ყოფას, მაგრამ ქალმა ეს არ იცოდა. ზრუნავდნენ და პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ. თვალებში ჩამხედი ერთმანეთის გარდა არ ავიყავდათ. კაცი ბედნიერი იყო. გაყოფილი ლუκმის მერე ძაღლის თვალებში დანახული მადლიერებით და სიყვარულით. მან მხოლოდ ძაღლის თვალებიდან იცოდა მადლიერება, როგორ გამოიყურებოდა. ქალმა არც ეს არ იცოდა. არ იცოდა, რომ კაცისთვის ძაღლი ყველა ადამიანზე ძვირფასი იყო, რადგან ადამიანი ღალატობდა ადამიანს. ძაღლი კი ადამიანს არ ღალატობდა. ქალმა მათზე ბევრი რამ არ იცოდა.